ჩემი პირველი დაკავება როცა მოხდა და მიგვიყვანეს სასამართლოს ქვედა უკანა მხრიდან შეყავ ხარ, აი შლაგბაუმი ხო იხსნება პირველი რომელიც შედის, მე კიდე შედიხარ უკანა მხრიდან სრულიად საიდანაც ჩადიხარ ამ დილეგში. აი ნახევრად იქნება მიწაში მოკლედ ის საკნები რა. და კიდე რა იყო? და ნუ ჩადიხარ და რაღაცნაირი კარიდორებია ხოლმე ამ თანამშრომლებისგან, არაფერი უბრალოდ შედიხარ ამათში გაივლი, არც კი ყურებენ ესეც და აბა რომელ ოთახში გაუშვათ ეს აბა სახელი თქვი, გვარი თქვი, აი ეს არის რა გიორგი ორგანაშვილი. აქით გამოუშვი, აქით და რაღაც ოთახში მანაწილებენ. სასამართლოს დარბაზები სადაც არის, იმის ქვედა სართულზე არის, ესე იგი ეს დაკავების საკნები, სადაც ვზივართ და ველოდებით როდის დაგვიძახებენ პროცესზე, გვარებს აცხადებენ ხლამაღლა და ესე იგი ესმის ყველას და გაფასებულია ყველა რომ აბა როდის. ცირკში ცხოველებს რომ არასათანადოდ ემყრობიან თუ რაღაც ეგეთი განცდა გაქვს რომ აი ხა რაღაც დათვი ხარ რომელსაც ახლა დააბამენ და მე აუშვებენ სადღაც. უბრალოდ არ არსებობს კედლები, ანუ საშინელება ხდება. შეიძლება ესე რომ ზიხარ იმ სკამზე უცებ რაღაც ჩამოვალეს თავს დაგეცეს, ისე იშლება ის ქვედა რაღაცა სარდაფი. ნუ რაღაცნაირი ცივი ოთახი, ვენტილაციის ხმა არის, საერთო ფანჯარა არ არსებობს, დროს ვერ ხვდები. რამდენი ხანი გადის რა შვება, ის პროცესები სულ იგვიანებს, თავის დროზე არაფერი არ იწყება და თან შენ მიყევ ხარ დილის 8 საათიდან. რომ კონდეს პროცესი საღამოს 5-ზე, მაინც დილის 8 საათიდან იქ უნდა იყო. არ ვიცით საათი, აი ბოლოს იყო ესე რომ სადღაც 2:30-ისთვის მივედით იქ სასამართლოს დღის 2:30-ისთვის და ჩატარდა 4 საათზე, დილის 4 საათზე ჩემი სასამართლო და ისიც გადაიდო იმავე დღის 12 საათამდე. ძალიან პატარა, ძალიან რა ვიცი, ესე ხელი გაშალო შეიძლება. ესე დადგე და ხელი გაშალო შეიძლება და მორჩა. უპატარავესი ოთახი არის, მეტწილად რაღაც ახლა ერთი დიდი ოთახი შეიძლება იყოს, სადაც ბევრი შეყავთ ერთად, ჩვენ ორ-ორად შევყავდით, როგორც წესი, თუ გოგო იყო კიდე დაკავებული ვინმე. არის რამდენიმე საკანი. მე მარტო ერთში ვარ ნამყოფი, რომელიც აი ყველაზე უფრო ახლოს არის კიბესთან და საიდანაც უკვე ადიხარ აქ სასამართლოზე. არის საკმაოდ დიდი ოთახი არის 5 მეტრით შეიძლება იყოს. ვიყავით 16 ადამიანი, საქართველოში ვართ და 16 ადამიანიდან ალბათ 12 ეწეოდით სიგარეტს და სიგარეტის ბუღი იყო საკმაოდ ისეთი. ერთი მაგიდა არის, ძალიან პატარა, აი ხელს ჩამოდებდეს რა. და ამ მაგიდის გვერდებში იქნება რაღაც რკინის რაღაცა, ესე კედელზე მიშენებული სკამივით რა, უბრალოდ 1 ან 2. ვერ დავჯექი წესიერად, იმიტომ რომ რაღაცები ამძვრალი იყო თუ დალეწელი იყო თუ რაღაცა და ასე შემდეგ. აი დადიხარ ამ ოთახში, დადიხარ, თან დასაწყისი ხო რთული არ იცი, საერთოდ ვაფშე სათხარ, ახარ. ჩემი მაქსიმუმი არის 5 საათი მე მგონი. თუ 6-მდე 5. თუ მოგშივდა ერთადერთი რაც შეიძლება იყოს ის რომ შემოგიგზავნონ საჭმელი გარეთ ვინც გეულდება, აი მე მაგალითად მამა ჩემი მეულდებოდა და იმან შემომიგზავნა სითხე შეიძლება შემოაგზავნონ, თქვა წყალი ან სპრაიტი, სითხე რომელიც არის გამჭვირვალე აუცილებლად გამჭვირვალე ბოთლში. საკვებს გატანენ. ანუ თვითონ დაწესებულება გატანს შენ ულუფას. რო იქ რომ მოგშივდეს, შენ მოთხოვ უკვე იქაურ ბადრაკს, სასამართლოს ბადრაკს და უნდა მოგაწოდონ ის სოსისი იქნება და პურია ძირითადად კვერცხი თქვა. იდეაში ეგ არის. მანდა მოგშივდეს და იყო რა. 2019 წლის აქციების დროს რო აკავებდნენ ჩვენს მეგობრებს, მახსოვს რომ შეგზავნილი გვაქვს იქ საკვები მაგ დილეგში, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ყავდათ გაჩერებული. და აი ამ ჩემ შემთხვევაში არ მახსენდება რომ საჭმელი შემოაგზავნეს. 11 ადმინისტრაციული დაკავება მახსოვს. აქედან 3 იყო რეგიონში. არ მახსოვს რომ სასამართლოზე ჩემთან საჭმელი შემოსული იყოს. მოგშივდაზე მეტად მან დაგიდგება ის ფაქტი რომ მოგწყურდა. ანუ წყალი გინდა, მაგასაც ვერ დალევ. აი რა ვიცი, აი ძალიან თუ შეეცოდე პოლიციელს შეიძლება ზევით თავიდანზე ჩამოგიტანოს ჭიქით. როდესაც თქვათ ადამიანს დაჭირდება გასვლა
საჭირო ოთახში უნდა გაზახოს თავის დამკავებელ მილიციელს. აი მაგალითად ეხლა შემ შემთხვევაში აი ქორიძის დამკავებელი სად არის, აბა იქნება დაუძახოთ, მოვიდეს ესეთი ვარიანტები. იყო შემთხვევები, რომ ერთ-ერთი დაკავებული ვერ პოულობდა თავის დამკავებელს და ამიტომ ვერ გადიოდა საჭირო ოთახში სადღაც, არ ვიცი, 1.5 საათის განმავლობაში, რაც წამება. ტუალეტი არის ისეთი, რომ არ შეხვალ და მოითმენ. გადიხარ რაღაც დერეფანს და აი ამ დერეფანსაც რო გადიხარ, ცოტა ის შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ აი ტყვე ხარ თითქოს და სადღაც დასახვლეტად ხარ გამწესებული და ეხლა აქ შეგიყვანეთ და მე რეზერვით რო გიყვანეთ დაგხვლეტეთ. ანუ ეგეთი გარემო არის მან შიგნით. ხო, ეუბნები რომ რაღაც საპირფარეშო შიგნით და გამოყავხარ, ხელბორკილებს გიხსნიან და შეიძლება შემოგაყოლონ ქალი დამკავებელი. ყველა ხვდება სად მიდიხარ, რა საქმეზე მიდიხარ. აი ამას რომ გადიხარ, აი ამ დერეფნის ბოლოს ყველა მითის რომ ტუალეტია. და ყველა მითის რომ ხა შენ მაგზას გადიხარ და მე მან შეხვალ. დროებით მოთავსების იზოლატორში მე მომთხოვეს რომ ტანსაცმელი სრულად უნდა გამეხადა. და რატო? რო დავსუკითხო, ანუ 24 საათით შევდივარ და მე სასამართლოზე გადავყავარ. მაშინ არ იყო ჯერ 48 საათი მოგონილი. იმიტომ რომ რამე არ შეიტანო და თავი არ დაიზიანო. ანუ მანახეთ სად გიწერიათ ეგრო, ეხლა მე აქ უნდა გავშეშხდე და თქვენ უნდა შემომოწმოთ რა ტელესკოპით, რომ რაღაცა არ შემქონდეს. ინახავს ესე წამოწოლილი ადამიანები უცდიათ ძილი, მაგრამ იშვიათად. იმიტომ რომ ეს მოლოდინის გზნობა და რაღაცა ეს ადრენალინი გამოიყოფა მაინც ხო და ადამიანს არ აძლევს მოსონების საშუალებას. აი ხა ბოლო დაკავებაზე იქ ყველაზე ახალგაზრდა იყო 18 წლის ბიჭი, რომელიც მე რო დამიჭირეს 30-ში მომდევნო 1 დეკემბრის ღამეს დაიჭირეს და კოჭლობდა ეს 18 წლის ბიჭი ხო და ძალიან ისეთი ტრავმა უჩანდა რა ფეხზე, ხა მან თამაშს ნაკლებად დაიწყებს ვინმე. ამ ბიჭს არ ეძინა სადღაც, რა ვიცი, 1 დღე და ღამე თუ 2 დღე და ღამე ვერ მოისვენა იქ ის ადგილი არ არის სადაც შეიძლება მოისვა. აი წინასწარი დაკავების იზოლატორში ხო ძირითადი დღის გეგმა არის ძილი. იმიტომ რომ იცი რომ რაღაცა 2 დღით ხარ დაკავებული და ეს პერიოდი არის გასასვლელი. თან ასე თუ ისე უსაფრთხო გარემოა ხო, რაც მე გამომიცდია, თუმცა სხვა ინფორმაციებიც მოდის ამ წინასწარი დაკავების იზოლატორებთან დაკავშირებით. პირველი დღე იყო ეგეთი უხერხული, რომ მარტო ვიყავი და საბოლოო ჯამში გაირკვა, იმიტომ ვიყავი მარტო, რომ მე მაინც მსახიობი ვარ, 1000 როლი მაქვს ნათამაშები, იქ პოლიციელისაც, იმისიც, ამისიც და შენო იქო ვიღაცები ეგეთ სისულელე მითხრეს, რომ ვერ გაგიგებდნენო და შეიძლება კონფლიქტში შემოსულიყავი, რომ ტიფლიში რომ თამაშობდი იქ პოლიციელს, რომ ძმაო პოლიციელს, ანუ რაღაც სისულელე, ხა, მეთქი რაღაც პუდელად აღმიქვეს ეთყობათან, რომ რაღაცა ეგეთ მარტივ რაღაცას პასუხს ვერ გაცემდა. რავი, ნუ მაგის გამო არავინ არ მოგედავე, მაგრამ თვითონ აქ მაგ ცნობიერების ადამიანებს ეგრებ გონიათ, რომ იქ პატიმარი ძმაო, ეხა არ არიან ეგეთი, ანუ ყველანაირია პატიმარი ისეც არის, ასეც, მაგრამ იქ ვიღაცამ ეგეთ სისულელეზე რომ შემოგედავოს, იქ მეორე პატიმარი ეთქვის, რომ სულელი ხო არ ხარ, რას ეკითხებიან, რაზე ედავები. ანუ შეიძლება შენს გვერდით საკანში ან შენს გვერდით ჩაატარონ სერიული მკვლელი მაგალითად. და აი ამასთან ერთად მოგიწევს 1-2-3 საათის გატარება. მქონია ეგეთი შემთხვევაც. ანუ 2 პოლიციელი მოყვება გვერდით, რომელსაც უკეთია თვითონ პოლიციელს ხერბოლკირი და ეს ხერბოლკირი დამაგრებული აქვს ამ დაკავებულზე. შეყავთ საკანში ესე და საკანშიც აჩერებენ ესე. და მანდ მე ხა რაღაც რო იკითხავ რომ რა ხდება რაღაცა, შეიძლება გითხრან რომ აი რა ვიცი ამას კაცო რა კაცი ყავს მოკვლული. მე ვიღაც გითხრას რომ აი ამან აი ბავშვები გაუპატიურა მე დახოცა და აი მანდ უკვე რომ აი სათხარ და რატო ხარ და რა ხდება და როგორ შეიძლება რომ შენ და ის ადამიანი ერთად იყოთ, ანუ უბრალოდ პოლიზატორით გააკეთე წარწერა და ვიღაც სერიულ კვლევის გვერდით გვსვამენ ახლა. აი შედიხარ კუბიკი არის ხის აი რაღაც ნაცრისფერი კედლები, ბევრი წარწერებით რაღაცა იქ. უჩა გამაგრდი ძმა და რაღაცა ვიღაცა შენი დედა ეს ნაბია ყველა მიცოდეთ. ეგეთ ბევრი წარწერა არის. ქურდებს იცოცხლე და რაღაც საშინელებები. ანუ ცოტა რომ გაერორებს რომ რა შუაშია რა ხდება და ქურდებს იცოცხლე სიკვდილი არის მეტწილად ყველგან. აი მაგ კედლებზე.
ძირითადად სახელები და ასე ვთქვათ ზედმეტ სახელები არის მიწერილი. თუმცა ერთმა სიტყვა მიიქცია ჩემი ყურადღება, სიყვარული ეწერა და მიიქცია ყურადღება იმიტომ რომ ესეთ გარემოში ძალიან იშვიათად გახსენდება ეს გრძნობა და ძალიან კარგი იქნა მაგის დამწერმა, როდესაც ეგ დაწერა. ერთი შემხვდა, რომელიც იყო აშკარად აქციაზე დატოვებული, რომ რაღაც თავისუფლება ლომთახვედრია იყო ერთი წარწერა მახსოვს. ეს ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის მახსოვს, ძალიან მკაფიოდ და დარწმუნებული ვარ რომელიმე აქტივისტის დაწერილია. ძირითადად ხა პასტებითაც წერია, პასტებით შეგიძლია იქ პასტა ქონდეს. და ვისაც პასტა არ ქონა, თქვათ იმას შვებიან ასანს მოუყიდებენ, დაწვავენ და ამ ნამწვითად შვებიან. მაგრამ ძირითადად მაინც პასტიდან კაწრავენ რაღაცეებით რა. აი ერთი მომენტი იყო, ახლა რაღაცა ეს 12 საათი ძალიან ბევრია მართლა და ადამიანებმა მოიფიქრეს, რომ რაღაცა ესეთი ბურთი, თვითნაკეთი ბურთი გავიკეთებინა სიგარეტის კოლოფებისგან და რაღაც პარკებისგან და რაღაცეებისგან. და ამითი თამაშობდით და მაგ დროს მოკლედ გავედი საჭირო ოთახში და რო ბრუნდებოდი, იქიდან ისმის როგორი ყვირილი, იცი, რომ აი შევედით ესე იგი ეშხში, უღამში ეგრეთ წოდებულში და მოკლედ თელი ემოციური ისენი იყო, რა ქვია. პოლიციელებმა შეიცხადეს რა ხდება და ასე შემდეგ. შემდეგ მიხვდნენ რომ უბრალოდ აზარტი იყო. აბიზიანი კი იმიტომ რომ არიცი ალბათ რა აკეთო და ყველა ხვდება მანდ და ზოგი ესე იქცევა, ზოგი ესე იქცევა, ზოგი აი ყველაფერია მოსაუბნელი ხო და კისოსებში. მე ელოდები პროცესი იქ უფრო მალე მოდის, იმიტომ რომ ბევრი ხალხი და ბევრთან შედიხარ ურთიერთობაში, ერთთან მორჩები ამოწურავ, მეორესთან გადადიხარ, იქ ამოწურავენ და საბოლოო ჯამში იქ რაც ავნე გვიანქონის ჩანიშნული პროცესი დაიღლები, მაგრამ მაინც რომ ადვილად გადის უფრო. კიბეებზე ასვლის პროცესი, რომ სადღაც უკანა მხრიდან რაღაც კარი იღება, მე ამ კარს აღებენ შენთვის პირადად, შენ შედიხარ და თან მე რაღაც ბოლოს უკვე სულ მოგხარდა რომ შეიძლება ამ კარგად მომიწეს უკან გამოსვლა. ანუ იქითაც მხრიდან კი ვარ, აქედან მომიწეს გამოსვლა, იმიტომ რომ შეიძლება მონდამა სამართლე იყოს ესეთი, რომელიც მომისაჯეს პატიმრობა. მაგრამ მე უკვე იმდენად მყარი ხარ შენს ნაბიჯში, შენს გადაწყვეტილებებში, შენს ქმედებებში, რომ ეს გზაც, რასაც გადიხარ, არაფერი არ ხდება. მიუხედავად იმისა, რამხელა დამცირებას გადიხარ მთელ ამ პროცესში. არ ვიცი, რამხელა შეურაცხყოფას გადიხარ, რამხელა ფიზიკურ ძალადობასაც შეიძლება იტანდე, მაინც არაფერი ხდება. ანუ უბრალოდ არაფრად აგდებ და ერთი რაღაცა იცი ზუსტად, რომ ეს უნდა გააკეთო, რომ თავი არ უნდა დახარო და ერთი რაღაცა იცი ზუსტად, რომ ამას თუ არ გააკეთებ, შეიძლება დაკარგო შენთვის მნიშვნელოვანი და მთავარი რამ ამ ცხოვრებაში და ეს არის ქვეყანა. ანუ რა დილეგიც არ უნდა იყოს, რა გზაც არ უნდა იყოს, რა კორიდორიც არ უნდა იყოს, არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი არ არის. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უნდა გადავარჩინოთ. მორჩა.